ამ წუთებში ამბობს ანტონ ჩეჩინი საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებენ აჭყებია სათათბიროდ გავას, ვიდრე საბოლოო სიტყვის თქმას დაიწყებდა ბრალდებული, მან მიმართა პროკურატურა სამშვიდობო გადაწყვეტილება მიიღოს და უარი თქვას ბრალდებაზე, რომელიც მას აქვს აყენებული. ანტონ ჩეჩინი აცხადებს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლო, მის გააგრძელებს ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ არის უდანაშაულო და უდანაშაულოდ ყავს გამოკეტილი ქართული ოცნების ხელისუფლებას ციხეში. ყურადღება ბრალდებულმა გაამახვილა იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა რუსეთიდან იყოს დავალება, რომ ის ბევრი წლით გაუშვან ციხეში და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რეპრესიები გადაწყვიტა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ის ისჯება იმის გამო, რომ ევროპული მომავლის მცველებთან ერთად იდგა ქუჩაში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლოს მე-15 დარბაზში, სადაც განაჩენი უნდა გამოვიტანონ ანტონ ჩეჩინს, 20 კაციანი დარბაზი არის, გადავსებული არის ეს დარბაზი საქალაქო სასამართლოს დერეფნებში უამრავი ადამიანი დგას იმისთვის, რომ გაამხნევონ სინდისის პატიმრები. დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი არის საზოგადოებისთვის ცნობილია ანტონ ჩეჩინის საქმეზე. 20 კაციან დარბაზში არის 13 მანდატური მობილიზებული და საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები. სულ ცოტა ხანში მოსამართლის გადაწყვეტილება გახდება ამ საქმეზე ცნობილი. კიდევ არ ქონია, როცა გუშინდა მირეკა უცხარი, რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც წლის ბოლომდე მაინც უეჭვალე რაღაცა მოხდება თქვა, მაგრამ მითხრა, რომ უკვე დიდი ხანია მაგას ვისმენ შენგანო და უიმედოდ იყო თვითონაც. მეც არ ვიცი, ისეთ შეგრძნება მოხდა, უკვე მეოთხედ ვკარგავ, პირველად როცა იზოლატორში წაიყვანეს და გავიგერო დაიჭირეს, მეორედ უკვე დანში როცა გაუშვეს, მესამედ ხანგრძლივ როცა ვიყავი და როცა მინდოდა რომ შეგვერგო, მაგრამ ტირილით კვდებოდი, იმიტომ რომ აღარ ვიცოდი როდის ვნახავდი, თან ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ შემერგო და ახლა ხომ მაინც ხედავდი, მაგრამ არა, მაინც არ გავაბივი და კიდევ უფრო უარესად გავხდი და მაგის მერე აღარ მინახავს ასე შუშის გარეშე, ასე ვთქვათ. და ახლა მგონია, რომ აქ თუ გამოვაცხადეს, რაც არ უნდა გამოვაცხადონ, რუიდან რო იწყება მოსესმენად, რა თქმა უნდა, საშინელებაა და რაც არ უნდა ვიცოდეთ, რომ შანსი არ არის, რამდენი ხანი კი არა, ალბათ თქვენებიც აღარ იქნება აქ არავინ. მაინც წარმოუდგენდა რომ აქვს როგორ უნდა გადავიტანოთ მოსესმენად. წინასწარ რაიმე მოლოდინებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა აღნიშნავ იმას, რომ გვაქვს რეალურად იმედი, რომ რეალურად ამ საქმეზე დადგება ერთ-ერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, განაჩენი და გათავისუფლდება ანტონ ჩეჩინი. რალდებს არის პოზიცია გახლავთ ის, რომ თითქოს ნეიტრალური პირია, შეიძლება იყოს თარჯიმანი, რაც თავისი არსით ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოწმე, ეს ქალბატონი 6 წელია თანამშრომლობს უკვე სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებთან და თითქმის ყოველდღიურად დღეში არაერთხელ უწევს კონკრეტულ გამომძიებლებთან ერთად, მათ შორის საქმის ფიგურანტ გამომძიებლებთან ერთად, რომლებსაც ყველას იცნობს, ყველასთან ახლო ურთიერთობა აქვს. გამომდინარე აქედან ესეთი მოწმე ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჩაითვალოს ნეიტრალურ პირად. აქედან გამომდინარე რეალურად საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ანტონ ჩეჩინის შემხებლობას, რაიმე სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას. ანტონ ჩეჩინი ამ დრომდე საბოლოო სიტყვას ამბობს, ამის შემდეგ ცნობილი გახდება მოსამართლე ჯვებენ აჭყებია ადგილზე თათბირით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ის მაგალითად რამდენიმე საათს აიღებს სათათბიროდ. ზუსტად ვიცით, რომ დღეს უნდა გამოვაცხადოს გადაწყვეტილება, რადგან ხვალდილით უკვე საბას ხვიტარიძის საქმეზე აქვს მას საბოლოო პროცესი ჩანიშნული. დღეს საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმარიც უნდა გაასამართლოს. მოსამართლე თამარ ჭედლიშვილმა გლდანის მერვე დაწესებულებიდან პატიმრები უკვე მოიყვანეს საქალაქო სასამართლოში. ვადაკავებულიდან 3-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენ 5-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა, რომ ბრალდებულ ვეფხია კასრაძეს განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე გავსაუბრებოდით, როგორც ბრალდებული ამბობს, ბიჭები მზად არიან ყველა გადაწყვეტილებისთვის, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ როგორც გისოსებში, ასევე მათი მეგობრები, ოჯახის წევრები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და დაიცვან ეს ევროპული მომავალი. ბიჭები მზად არიან, აი გები ყველანაირი განაჩენისთვის ბიჭები მზად არიან, ნუ ჩემზე აღარ არის საუბარი, მე მზადა ვარ, სიკვდილისთვისაც მზადა ვარ, თუკი ჩემს სამშობლოს დაჭირდება რა და ვიბრძოლებ ბოლომდე და ბიჭები მზად არიან ყველანაირი განაჩენისთვის და ხნეობას გისურვებს პირიქით, ძალიან მაგრად დავარც ყველანი. დიდი იმედი არ ამაქვს ამაში რამე ქართულმა გაიგვიწოს და მაგრამ მე მაინც ყოველ შემთხვევაში უსურვებდი რა.
იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ ქართველი საქართველოს გალატოდეს ეს ჩემთვის წარმომადგენელი და ძალიან დიდი ტკივილია ვინც არ უნდა იყოს. ჩვენს უკან შვილებიდგანა რა და იმ შვილებს არ უნდა დაუტოვოთ რა, სიცხვილი არ უნდა დაუტოვოთ და ჩვენს მერე სიცხვილში არ უნდა იცხოვროთ. მინდა რომ გადავარჩინო ეს ხალხი რა. რომ მართლა საქართველოში ცხოვრებოდეს და წავიდნენ ამ დათმობებზე რა. გაათავისუფლონ პოლიტიკური წყობები და დანიშნონ ახალი არჩევნები. საქალაქო სასამართლოში ბუნებრივია დღეს ძალიან მძიმე დღე არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გულშემატკივრობს გამარჯვებულ ბიჭებს. სწორედ ასე უწოდებენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სინდისის პატიმრებს ესახელი მათ ადვოკატებმა დაარქვეს. აქ შეკრებილი არიან ძალიან ბევრი ადამიანი აქ მოსული იმისთვის, რომ ხარდაჭერა გამოუცხადონ თავისუფლებისთვის მებრძოლებს. ყველა საუბრობს, რომ ამ საქმეში სამართლებრივი მდგენელი არ არის, აქ არის პოლიტიკური მდგენელი და რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ოჯახის წევრებთან გასაუბრების შესაძლებლობაც ჰქონდა ჩვენ მათი შეფასებით დღევანდელი და ხვალინდელი დღიდან პროტესტი ახალ სტარტს აიღებს და უფრო მეტად იგრძნობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ ევროპული მომავლის მცველები. ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ 9 თვეა ამ პროცესებს ვესწრებით და ესეთი არასოდეს არ ყოფილა. უამრავი მედიკამენტი მაქვს მიღებული სიმშვიდისთვის და ნახოთ როგორი იქნება. ვცდილობთ რომ ვიყოთ მშვიდად. მე ჩემი სურვილია ეხლა დარბაზში მშობლები დავждეთ ყველანი ერთ რიგში და ხელჩაკიდებულები ვიყოთ და შევხვდეთ ამ პროცესს. არ მინდა რომ ცრემლი ნახონ, უფალს ვთხოვრო დღეს გადამარჩინოს რა. აი ამას გავიძახე, იმიტომ რომ თეთრად გავათენეთ ალბათ ყველამ ღამეებიც უხელი რა, თეთრად გავათენეთ. ნამდვილად უმძიმესი დღე გველოდება, მაგრამ მე ხმამაღლა ვეტყოდი ყველას, დედებს, მეებს, მეუღლებს, დებს, შეყვარებულებს, რომ უფრას შემართებით და მედგრად უნდა ვიყოთ. რა მოლოდინიც არ უნდა ვქონდეს და რაც არ უნდა გვიტყრათ. ჩვენ როგორ ამაყადაც ვიდექით ამ 9 თვის განმავლობაში, უფრო მეტად მედგრად და ხნედ უნდა ვიყოთ. ყველა ჩავეხუტებით ერთმანეთს, ყველა ჩავკიდებთ ხელებს ერთმანეთს, უფრო გავაძლიერებ და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ჩვენი ბოლო კეთილი იქნება აუცილებლად. მერე იწყება ის ბრძოლა ჩვენთვის დედებისთვის პირადად, რომ ეხლა თუ ღამეს ვათენებთ სახში, ალბათ ღამესაც აღარ გავათენებთ მე. ვიჯდებით ალბათ ციხის კარებთან, სანამ ჩვენ შვილებს არ დავიხსნით ამ კლანჭები. სამწუხაროდ მოლოდინი სასამართლოს მხრიდან რომ ის სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ხშირად ტოვებს ხოლმე იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, არის თუ არა ეს ნამდვილად მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ეს არის კონკრეტულად პოლიტიკური დევნა ადამიანების, მათი გამოხატვის თავისუფლებისთვის, მათი მშვიდობიანი პროტესტისთვის და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლოს. სასამართლოს ყოველთვის აქვს, რა თქმა უნდა, იმის შანსი, რომ გამოიყენოს რეალურად ის უფლებამოსილება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და ეს არის მართლმსაჯულების აღსრულება, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას არსებული რეალობა არ გვაძლევს. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ხალხის მიერ რეჟიმად გამოცხადებული ხელისუფლება მინიმუმ 24 სინდისის პატიმარს გაასამართლებს. ერთმანეთის მიყოლებით არის სასამართლოს ხდომები ჩანიშნული. ანტონ ჩეჩინი სულ რამდენიმე წუთში დაასრულებს საბოლოო სიტყვას, ამის შემდეგ კი ჯვებენ აჭყებია მის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ანტონ ჩეჩინს 8-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრება. ჩვენ ბუნებრივია პროცესების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.